საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის დედაქალაქში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. პარალელურად ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო და სახელმწიფო სექტორთან ერთად უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოს ეროვნული სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლულიკაშვილმაც დაათვალიერა. სალომე შანშიაშვილის რეპორტაჟი. საქართველოს გერმანიის დედაქალაქში მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB ბერლინზე სახელმწიფო და კერძო სექტორთან ერთად შეხვედრებს წამყვანი მედია საშუალებების PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან მართავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბერლინში ჩასული სტუმრები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 3 დღის განმავლობაში გაეცნობიან. ჩვენთან ერთად 20-ზე მეტი ბიზნესი, კერძო სექტორი, ტურისტული კომპანია და სასტუმრო არის წარმოდგენილი. დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები როგორც პარტნიორ ორგანიზაციებთან, ისე საერთაშორისო მედიის თუ ციფრულ პლატფორმებთან, იმისთვის რომ საქართველოს ცნობადობის გაზრდა მოვახერხოთ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ 2025 წლის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გლობალურად მოვიზიდოთ მოგზაურები საქართველოში და მათ აღუძრათ ნდობა და სურვილი რომ იმოგზაურონ ამ ქვეყანაში. მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ხდება ევროპულ ბაზარზე, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად გერმანიაში, ბერლინში და ჩვენი სტენდი საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. ITB ბერლინზე საქართველოს ეროვნულ სტენდს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლულიკაშვილიც გაეცნო. მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში ჩვენი ქვეყნიდან 20-მდე კერძო კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გერმანული ბაზარი საინტერესოა ჩვენი რეგიონისთვის, მის გათვალისწინებით რომ გვაქვს პირდაპირი ფრენები ქუთაისსა და ბერლინის შორის და ზოგადად ჩვენს ტოპ 3-ში მუდმივად არის გერმანია და გერმანელი ტურისტები, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულები არიან შემეცნებაზე. ჩვენ წლები უკვე აქ ვიღებთ მონაწილეობას ITB-ზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა. ვცდილობთ რომ საქართველოს გავხადოთ პოპულარული აქაური კომპანიებისთვის. ძალიან ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ITB-ზე, არა მარტო გერმანული, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლდებიან, აცნობენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და ინფორმაციას ტურისტული სერვისების შესახებ. წელს ITB ბერლინზე 190 ქვეყანა და 5600 ტურისტული კომპანიაა წარდგენილი. გამოფენას 100,000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.